ირაკლი ბროგიშვილი 21 წლის. მე ვარ ნელა ყირიმლიშვილი, ვარ პროფესიით კოსტიუმების დიზაინერი. წინა ტურისგან განსხვავებით საერთოდ არაფერზე არ მაქვს ნაფიქრი. წინა ტურში ცოტა რაღაცა წარმოდგენა მქონდა იმაზე თუ რა უნდა გამეკეთებინა. ეხლა არ ვიცი რაღაც სპონტანური გადაწყვეტილებები მინდა მივიღო და არ მინდა იყოს რაღაცა დაგეგმილი, იმიტომ რომ საერთოდ არ მიყვარს ხორებაში რაღაცა რო გაქვს წინასწარ დაგეგმილი. მე ტაქტიკა, არანაირი ტაქტიკა შემუშავებული არ მაქვს. მე მოვედი აქ იმიტომ რომ ვიყო ის რაც ვარ. თამაში ტაქტიკას რაც შეეხება, ერთადერთი ტაქტიკა რომელიც მე მაქვს აღამ თამაში არის ის რომ არ ვარ აგრესიული და ვარ ხიარული. რა კაია, კიდე კაი ქალთან ერთად კაი, ესე იგი ამ ბოლო დროს სულივში ვიჭედები და სულ ქალთან ერთად ჩვენ წარმოვიდგინე. ზედი ქონია, უშენება. კიდე კაი. არ მიყვარს საერთოდ აი დახორცი შეშლი კაცებთან ერთად რომ ჩაიკეტებ. არა, რატო ეხა შენს ხო გიხარია რომ ქალთან ერთად არ გაიჭედები? კი, მიხარია, მაგას მაგიარა. მაგაშაში. რა, ეხა ყოფილი გოგოშეს მაგიარა. კი. ძალიან კარგი. კი, აუ, როგორ არ მიყვარს შენ ხო არ იცი, ეს დახურული სიცე მთრგუნავს რა. მაგრად მთრგუნავს. არ გევასება. არა. სიცე მიყვარს, სიცე და ის მიყვარს. ხო, ჰაერი მიყვარს, სიცე მიყვარს. სასრულობა. კი. ხაზარი არა. მაგარ შარში ვართ. ასწამე, ხოლმე გაუძლოთ. სხვა გამოსავალი არ არის. გაუძლოთ, ეხა ელოდე ლიფტიორს, ლიფტიორი კიდე არასდროს არ ჩანს. ბიაროც ესა და სანამ მოთმინებიდან არ გამოგიყვანდა, არ გადაგრევი, მანამდე ლიფტიორი არ ჩანს. მაგარ შარში ვართ. რასისა, ვერაფერსაც ვერ. ეგრე. კი. შუქი არის რა ვსთავარია, ხო ხედავ. შუქი არის? კი, აბა. ვინც ახლა რამდენი ხნით ვართ აქ გაჭედილი და წარმოდგენა არა გვაქვს რა ხდება. საერთოდ წარმოდგენა არა. რა უნდა გავაკეთოთ ახლა რამდენი ხანი ლივჭი, რა იცი რამდენი ხანი ვარ ლივჭი. რა იცი, ფანტაზია არა, გაქვს რა არის ეს? მომწყინდა უკვე, რა მომწყინდა, გასო არ მიყვარს. აქტიური ადამიანი არა ხა? აქტიური ვარ, კი, მიდექი რაღაც გააკეთე. რაღაც მოიფიქრე, სანამ ლიფტიორი. ხურულის ლიფტიორის მოსვლამდე არაფერი გეტკინოს. მოიცა კაცო, ვაი. საცხოვროთ არ გახსოვს? როგორ არ მახსოვს? არაფერი არ მიშავა. მე რო გახსოვს რა ლიფტიორის მოსვლის იმედი გაქვს? ვა? არა? კი, მე არ არ ნერვი, მე პირადად არ ნერვიულობ და ძალიან კარგად ვუხ თავს. სანამ ვინმე არ გამოგიყვას წიხლით, მანამდე აქ ჩვენ ვერ გამოვალთ. და მოვა გადაჭედილი ვართ ესე იგი და თუ სიტუაციაში ვართ აშკარად. შენ ვისთან მიდიოდი ახლა ლიფტით? ერთი ახლობელი არა საქმე მქონდა და ცოტა გამეხარდა აქ რო ვარ. რაღაც რა გაგიხარ თავის წამება გიყვარს? ახლა ცოტა იმას ვიზამ რა მოვალ აზრზე რაღაცა. შენ რაღაცა მაზოხისტური ისენი აქ. აი, ერთ წინადადება შეგატყვი რომ გარ მაზოხისტი. რჩევებს კითხავ შენ? რა რჩევებს კითხავ? რაღაცა რჩევი მაინტერესებს შენგან და მე. აბა მიდი. მე ერთი შეგატყვი რომ ხარ მაზოხისტი გიყვარს ეს ვიღაც. ეხლა მე უცებ ვიტყვი რომ წავიდეს ეს ლიფტი რას დგას აქ. ხო, აბა ესე იზავ, ხო ეს. ესე და წავა. მიდი, აბა რა უნდა მკითხო. ნელა, ჩვენ გაგიცნო რანაირი ადამიანი ხარ, გავიგე. მე უკვე გაგიცანი და გაგშიფრე, რომ ხარ მაზოხისტი, მაგრამ მე ვასებავ აქ იმაში. მე გაგშიფრე, რომ რაღაცები გესვით, რაღაცები, აი, ის რაღაცები და გავარკვიო რა. მიდი გავარკვია, ბაზარი არა, დროგო აქ. დროგო აქ შეიძლება 3 დღე ვიждეთ აქ 4 დღე. გაჩერდი რა 3 დღე გაგიგდი. მე ვაუ. მე მაგაც დღეს შევარდები წარმოვიდგინე. შენ გინახია ჩასრილი ლიფტები ხო გინახია? როგორი? ჩასრილი და ჩონაგვიანებული. არა, არაფერს იქავდია გყოფნას. მადლობ. არაფერს აწახვალ. ჭუჭურტაინან გაძვრები, ახლა ჭუჭურტანაც არა, ვინტებია რაღაცა, ხო ხედავ? განათება ხო, ლუკი. ახადე მე მიდი. შეეცადე შენ, მამაკაცი ხარ და რაღაც უნდა გამოავლინო. სურვილი რომ როგორღაც გააღწიო თავი, მიდი. ხო არა მაგარი. ხო ისე ლოგიკურად მე უნდა გამოავლინო. შენ გესიამოვ რა ჩაკეტვა იმას. მიდი. რაღაცა მაზოხისტური ის რა დავამტრიო? რაღაცა. მე სახელმწიფო ქონებას რო გავაფუჭებ და იმას იცამ, დაგაჯანიმებენ მე. ანუ ნერვიო. ის კი არა იტყვი. მე გაგამართლე. გაჭედი. რას გამამართლე? ვიტყვი რომ არა მეთქი, სხვა დღე არ შენ იტყვი მაგარ პონჩი ვიყავიო, ეხო რა მინდოდაო, კაროჩე მასიო კაგრიპკა ვაძეო ისე ვიყავიო.
არა ხა? ეგრე არა ვარ. როგორ არა ხომ სიამოვნებსო ხო, ეხლა არ მაგი ყოველ შემთხვევაში დაგაკვირდი. როგორ ნერვიულობა დავდივარ წინ და უკან მე რჩერდები რა ვქნა. ყველაზე შენაყოფილ ხარ ზაგარი არა გაქვს. მე არა მაქვს ზაგარი, ბოდიში მოიხადე რა. რაღაცა ეგეთი ზაგარი მეც მაგ. შენ ხო არ იცი მე როგორი თეთრი. შენ რა იცი მე როგორი თეთრი ვარ? რა ვიცი ზაგარი არ გეტყობა. როგორ არ მეტყობა? ესე იგი ისე თეთრი ხარ რომ არ ჩანხარ, აი უკრაინელი ხო არ ხარ? არა. არა, უკრაინელი თეთრი არა. მე კუჩური ზაგარი მაქვს ესე კისერზე და აქ რა თქმა ზაგარი. ხო ეს. კაიმური ზაგარი. ესე. არა, გიშტი. არა გაქვს შენ ზაგარი. კაი ხო, კაი, ჩათვალე რომ არა მაქვს, არ არის პრობლემა. შენ როგორ გიფიქრებ მაგას? ესე იგი იტალიის ფანი, საინტერესო. ფანი არ ვარ. ესე იგი იტალიის ფანი. არა ვარ ფანი, კაცო. შენ ხარ არგენტინის ფანი რა. მაგრამ საწყალი არგენტინა. არა 2010-ში იქნება რაღაცა ქნანი. თუ არა და 14-ში მაინც იზავენ, 18-ში. აი ცაგაცო, მაგრამ ქართველებმა უნდა იმას რაღაც. ქართველებმა არა ის. აი ჩვენ ერთი გუნდი ვართ. სიმღერით მოიგებენ როგორც იმ სოფლიო ჩემპიონატს. ასადმე გავლე. როგორ ჩვენ უნდა. სიმღერა რო ფეხბურთის სწავლაში ეხმარებოდეს, აქამდე იმღერებდნენ მაგერი. რა არიცენ, არც სიმღერა იციან, არც ფეხბურთი იციან, არც სიმღერა კაია ხო, მაგას ვერ ვიტყვი. მე აგენ ფეხბურთელების დამსახურება ხო არ არის, სიმღერა რო კაია. არანაირად. კარგი და საცუდავი საქართველოს ნაკრებით ჩვენ სოფლიო ჩემპიონატზე გავსულიყავით და მე ნახავდი იქ შენ ფანი. აი მე ვიქნებოდი ფანი ძმა. მე აბარა მე დავიწყდი ფეხბურთის კლუბს. 4 თითი პირში და მე დავიწყდი. არა. არც მე არ ვიცი. ვერ მომღავი მაგრამ არა გამომდის რა. არა აბა ცადე იქნება დაუსტინო. არ გამომდის და რა დაუსტინო. მაგას ვიბობ 2 თვეა, მაგრამ არ გამომდის. ო მარტო 2 თვე, 2 თვე რა არის? დაამატე 1 დღეც და იქნება ამ დღეში ისწავლო. მოდი აბა. 1 და ცოტა ძალიან შორს ვარ მაგ თემიდან რა ძალიან შორს. არა აი რომ გახდება საქართველოს გავა სოფლიო ჩემპიონატი. მანამდე ისწავლე აი ნერვიულობა. რით ხარ დაკავებული რა? არა ფრი. შენაირი ხა? შენ? შენაირი უსაქმური ხარ, მე საქმური ვარ აქ. აცხოვრების დედავატირე რა ყველა უსახურია და ყველა გაუსაქმურდა რა. ახალგაზრდობას ეგ საქმე არ აქვს საერთოდ. ვაა, მოჩენა? დადიან და რა, თან ლივჩი დედა, ფორცა იტალია? ვაი, მე ძალიან საყვარელია. კი. სადაც? თავის აგერ სარდინია, აგერ სიცილია. როგორ ბაშმაჩოკია რა? ბაშმაჩოკ. არა, კლადესეთი არ არის ხამათ, მართლა ჩეკმის ფორმა მიუცი კლადესეთი. ცოტა ეს ხოჯო. დეზიც რო გავუკეთებიათ აქეთ ნახე, დეზი. ცოტა კაზაჩოკის ტიპში გადაუწყვეტიათ, ხო რა? ბალკონეთად აქ დეზი. გინდა რა. არის. ერთი შეხედვით გავს. სახი გავს? სახი გავს, ფერები გავს? გავს. ფორმა გავს? ოდა თუ გავს მაშინ ესე იგი გავს. ესე იგი შენ თუ საქმური ხარ, ჩემი არ იყოს არა. აბა სად მიდიოდი ამ დილადრიან გამაგებინე ერთი. ახლობელთან მიდიოდი. შესად მიდიოდი შენ ხო ეგეთი ხარ? მე სახში მივდიოდი, მაგრამ მე მგონი დღეს ვერავარ სახში. ასული და ნუ იძახი ეგეთ რაღაცას რა. რატო შენ ხსიამოვნებს? 5 წუთში აგახვედა, შენ რა იცი რომ ხსიამოვნებს? შენ რა იცი 5 წუთში შეიძლება გახვედა. მე მინდა ვიძახი რომ არ მაქვს ეგეთი პესიმისტური აზრები, რომ ვიქნები და ვიქნები. მე მაგ. ნუ ნერვიულობა. მოხდრო ასე ცუდ სიტუაციაში და იმიტომ მაგ. სიმაღლეში რამდენი ხარ? 168. წამოუწეკი ერთი. წამოუწეკი და მიაქენა გავზო. შენ უფრო იძახებ წამოუწეკი. მე იქით როგორ გავზომავ? შენ იქიდან გავზომავ არის, სწორი ბაზარი რა წამოუწეკი. როგორ? ესე ვერ გავზომა? როგორ ვერ გავზომა? რა პრობლემაა? 1 2 მე იცი რამდენია ესა რო იმას. 38. 38 ზომაა მაგის ფეხი და სანტიმეტრი გონია? არ ვიცი. 38 სანტიმეტრი იცი რამდენია? 38 ფეხი ზომა მეთქი და ის არის. 38 ფეხი ზომა რო გქონდეს სანტიმეტრი? ხო. არა, მაგას მასშტაბებს არ გეუბნები. ესეთი დროშები ხო იცი? ამ ხელა ფეხი რო მაგას არ გეუბნები. ეს არის მგონი 25 სანტიმეტრი. ერთი მტკაველი. არა, ეგ გააჩნია ვისი მტკაველი შეადარი, მოიცა? თითქმის ერთი. არა. ანაირათაა ერთი გუგო არ გადამრია. თეთრზე შავს ხო თვითონ ფერად კი ვერ აღვიქავ. აი რაღაცა ტონია და ფერია. გამახალისებელი რაღაცა. შავი ის არის ელეგანტური. ელეგანტური რაღაცა მიუწვდომლობის შეგრძნება როგორ არა. მაინც რაღაც კაი ფერს, ლამას ფერს, ან ჩამჭდა პასტელური. სოვანი მევასება ყველა. ოღონდ რაღაცა უფრო პასტელურ ტონებში. სოვანი არა, სტაფილოსფერი. ყველაზე მაგრამ მევასება. ელექტრიკი თუ ისეთი ნაზი სტაფილოსფერი. კი არის, პეტოხი გალანდების ფერი კი არის, მაგრამ მაინც მაგრამ მევასება და რა ვქნა. რატო ახლა?
ეგეთ ასოციაციას გიტოვებს? ხო, აბა რა ასოციაცია უნდა დაგიტოვოს? ხო, შეიძლება სტაბილოსფერა პორტოხლის რაღაც კარგი ასოციაცია ამოუცილებლად რაღაცა. არა, ეხლა მე ხო იცი იმის გარშემო ვტრიალებ ეხლა ზნეა. გაგარემ სუფილო ჩემპიონატი რომ მიდის, ყველას თავისი ფერი აქვს. წითელი აღარ არის უკვე იმისი ფერი, არა რომ то ეს რაკია. სტაბილოსფერი აღარ არის ეხლა პორტოხლის ფერი, არის უკვე ჰოლანდიის ფერი. გაფუჭებული ქვეყანა რა. ყველა გაფუჭებული ადამიანი საოცნებო ქვეყანა. რაც კი გათახსირებულობა და მამაძაღლობა არსებობს. ყველა საოცნებო. ხო, მაგრამ ხო, ეგეთ არ შეიძლება. რა შეიძლება, მე კი არ მითქვა, მაგრამ მე არ მომიფიქრებია. თუ ცუდის გაკეთება გინდა ყველა ქვეყანაში გააკეთებ, არ არის აუცილებელი. კი, მაგრამ იგი ხოიცი თავისუფალი ხარ იმაში, რა ქვია. შინაგანად თუ დაიყო თავისუფალი, შინაგანად თორე, გარემო შინაგანად თავისუფალი, მე როგორ გაუბარძგვალები, რამდენიმე ხეგეთ სახი გაბარძგვალებული აქვს, შინაგანად თავისუფალი ისი? რატო და რო დარჩენიათ შინაგანი თავისუფლება მე თავისთვის. მე რა იმას უნდა და ეს გელაპარაკე ხომ მაინდა ღია. მივხვდი რა თქმა უნდა მივხვდი. იმას უნდა და რა შეიძლება. აქ რა აქვს თავისუფლების შანსი მირბიან იმაში ჰოლანდიაში და იქ მე კაცი ქალი ბებია ბაბუა. ძაღლი კატა იქ რამე ეგეთები უნდა და შე რა გინდა ეხლა. მე არაფერი გასურაც უნდა გქონდეს რამე ჩემი რა სადარდებელიას. გალანსკი პეტუხ. გალანსკი პეტუხ. ეხლა მე თუ შენ აშკარად დაძაბული ხარ მე არ დაძაბული არა ისი რა არის რაღაც გაკეთება მინდა და ეს უმოქმედობა ვერ ვიდა მე საერთოდ როგორ ტიპი ისი რა სიჩუმეზე სიწყნარეზე ხო მეც აი რაღაცებზე აი ვიძაბები და ცუდად ხდება აი სახში თუ არ არის აი ვირჩევი აი კივილი წივილი აი ერთი ამბავი ჟრიამბული აი ეგეთ რაღაცები მე ვასე აი თუ მუსიკა და გრუზულ გარემოზე მაგრამ მეს ვიგრუზები რა თუ მუსიკა არ არის და რაღაცა იგი ჩართული goodbye my lover და რაღაც შეგვიწავე თავი მოიკლო იმიდან გადახტება მაგრამ ვერ კარი არ ვისმე ვიდეო ვერავ შენთვის აბა რა მოდი მუსიკა დავა აი გაიგე ხო და აი გაიგე არ დამთავრებინე რომ ლაპარაკო ხო მუსიკა არ ესე იგი ჩემო ირაკლი მეც მიყვარს ეგ რაც შენ თქვი მაგრამ თუ სახში არის ბოლო ხმაზე ჩართული მუსიკა გზავ ძალიან ცუდა თავს კი როკს უსმენ შენ როკი გიყვარს ახლა ისეთი მუსიკაო და რაღაცა ახლა იმას არ მომოусმენ როკი მიყვარს ძიმე როკი არ მიყვარს რა მიყვარს როკი მიყვარს მესმე არ გიყვარს ჰა მიყვარს მაგრამ ახლა მაგარია მართლა მაგრამ მევას ნუ მე ხომ მაგ ჰიტები რამდენიმე ჰიტი მოსმენ ხა ალბომი არ მომისმენია და არაფერი ჰიტები მაგ მოსმენილი და ნუ არა მაგარია ჰიტებია იმ ალბომში ყველა ჰიტი აქვს რაც სიმღერა აქვს ისეთი არა აქვს რა ვიცი 2-3 სიმღერა ისე ვიცი რა ძალიან მაგარი მაგას რომ ბოლო ხმაზე ჩართავ მაგარ დინამიკებს და რო იგიჟებ მაგას მე კიდე რას მე ყველანაირ როკს უსმენ რაც კი როკი არა ყველანაირ ეს არა ბევრი არ მევასება იცნებებიც მევასება ახლებიც მევასება შენ წარმოიდგინე ქართული როკის მევასება ზოგ-ზოგი ერთების ქართული როკი რომ ძიმე ჯვარი თუ რა არა ძიმე ჯვარი ეს ახალგაზრდა ბიჭები რომ ღერიან თან მაგრამ ღერიან ძალიან ეს ტრენგი მოგისმენია აუ სტრენგი რომელია ის გოგოები კლიპში რო არის რაღაცა გოგოები სტრინგი მღერის სხვათა შორის აი მასე ჩვენ ერთი ქმენ მაშინ ვიცი მაგათი 1-3-4 სიმღერა აქვს ძალიან მაგარი პატარა ტელევიზორი რომ ხო საბაშა ნაცაგი ახდა არა პრეკოლია იქნება ეს პატარა ტელევიზორი ხო დადია ხო პატარა ტელევიზორი გაგუები აი ხო იქნებს კუთხეში აი პატარა ტელევიზორი და დაჟდა წაიყვანო არა ზემოთ როა ეკრანი ბავშვები როზია ხოლმე ესე არა ფეხბურთის მატჩი უნდა წაიყვანო მაგარი აუ მიდი ერთი ჩა აი მე ხო არ ვინახია მატჩები ახლა შენ რომელზე მატჩი წაიყვანე რა მაინტერესებს კომენტატორები კომენტირება არ გინახია მატჩები არა კი მაგრამ ახლა მსოფლიო ჩემპიონის ხო ყველაზე რომელიც მოგეწონა რა წაიყვანე ერთი და დაძიქ დაგვემდადე რა მაგრამ კაი ბოლო ქართულ კომენტატორი ოლეგ ბლოხინი და მარჩელო ლიპი არიან ძირითადად მაინც მე ვერაფერს ვერ გავიგებ მინდა გითხრა ოლეგ ბლოხინი და მარჩელო ლიპი არიან წრთნელები არა ხო და წაიყვანე ძალიან მაინტერესებს რა წაიყვან ტელევიზორ ნუ არა რაღაცა ის მაინც რო იყოს შედადე იმედი ფეხბურთი ითამაშე და მე კომენტარებს გაგიკეთებ არ გიტა ბურთი არა მაქვს აი ბურთი რა თუნდა მაგას და ის ერთი ხო და მაშინ თუ ბურთი არ უნდა და ფეხბურთელი ერჭედება წაიყვანე ეგერ არა აი შენზე უფრო მაგარი გამო რაღაცები გააკეთე მიდექი მოდექი უცებ ვითომ შენ მიდი ადექი მაგარი გამოვა ძა მომეცი ბურთი მომეცი რა ბურთი ორია მან ორი ბურთი რა ნაგრია პროსტა ორი ბურთი არ შეიძლება სტაბილზე არ შეიძლება ორი ბურთი არტის მოიცა ერთი წუთი გამა გავაჩერე ბურთი ვისი ნაკრები ხარ ის მითხარ არგენტინის და ვისი თამაშები ვინმე იტალიას არ ეთამაშა წააგერკლია არ
აი ესე. ვინმე იმას ეთამაშე, ბანძგუნს ეთამაშე, ჰოლანდიას ეთამაშე, ანუ. მიდი ხო, დავაი, ეგ არჩევანი. რაუჩის იმედი და. დაგინა არჩევანი თავისუფლებას გაძლევ. ვინც კიდე იმას ვეთამაშები, დავაი, დაიწყე. მოიცა მოვიფიქრე ერთი ვისე თამაშები. მისი გაბანძება მინდა ყველაზე მაგარი. ესე იგი მე ვიგებ, ხო უნდა მოვიგო. უნდა მოვიგო, ხო იცი? უნდა მოვიგო. ხო, მოიცა. ერთ პირობას გიყენებ, უნდა მოვიგო და ეხლა რა. ბაზარი არ არის. უნდა მოიგო ეთამაშები. მიდი აბა. აი, მაშინ გერმანიას ეთამაშე, გერმანიას არ მოევასება, არგენტინას, ეხლა უფრო ბალიშკო ვიდრე გერმანია. დაიცა, წაგო. მოიცა, ჯერ ბურთი დადე ცენტრში, გამოუშვ, ბურთი და მაშინა, მოიცა. ოღონდ მე თან მსაჯი ვარ, თან კომენტატორი ვარ, ყველაფერი ერთად ვარ. ჯარი რამე მოსულა, ეგრევე მისმენ. არა, ხო, ნუ ვერ ვარ, დავაი. ხო, წავიდა. იწყება მატჩის ძირითადი დრო. აბა, ბურთი არიან არგენტინელები. ბურთი არიან. აქედა მივისი. პასია საჭირო, ცენტრში. არა, დაარტყმა და ბურთი გადაცდა ყველას. არა, და მე უნდა მოვიდანო. მოიცა გერმანელები, გერმანელებმა შეიყვანო. გამოუშვ, მე გერმანელებს ვიქნები თუ გინდა. ბურთამდე შეიყვანე გერმანელები, რაღაც არადამაჯერებლად გამოიყურება დღეს გერმანიის ნაკრები, ალბათ არგენტინას უფრო აქვს შანსი ამ თამაშის მოგების და მიდი, დავიდა. მეორედ მე პირიწყება პირველ ტაიმის მეხუთე წუთი, დაარტყმა და კანი არის, კი არა და ლემანი არის მოტოდების სიმაღლეზე. მომეცი ხა მე წავიყვა და დაკიხე შეიძლება. ბურთი ვერ გამიტა, შუაში დავშვიდე. მე არ მომეწონა შენი კომენტირება, მომეცია გა. მაშინ სხვანაირ კომენტარს გაიკეთე. არგენტინი. მე თამაშე ისე რომ რაღაცა კაი კომენტარი გამომივიდეს. მოდი იცი რა ქენი, ადექე ხა ფეხზე. შენ მე თამაშე თან წაიყვანე კომენტატორი ყავ. ყველაზე მაგარი. მე იყო დოიჩლანდია. მაშინ იტალია ვიქნები და მომიგე თუ მაგარი ხარ. ამით. ისედაც ვერ მოგიგებ რა, მაინც ვერ მოგიგებ. მე რა მოგიგებ ამით რომ ფეხბურთი მოგიგო, კაი. ფეხბურთს აზრი არა ვარ, წარმოდგენა არა მაქვს, ბურთი როგორ დაგორავოთ. პროსტა მე ვასება რა უყურე. დადე. თამაში და რამე არ ვიცი. მაშინ მოიცადე. ეს ვიცი. ჯერ ის ქონათ, რა ქვია, ვინ იწყებს თამაშს? დავაი, ბორჯღალი თუ ისა? აგერა. არილი, ხო, რომელი? ხო, მიდი. ბორჯღალი ჩემია. აუ, რა? მე ვიწყებ. ბურთს თამაში შეიყვანენ. ვინა ვარ? იწყება მატჩი. მოდი ნახე მეოთხე ფინალი. ვინა ხარ და არგენტინა. ხო, კაი. მე გერმანია. შუმად არავის უთხე, არავინ გაი. იწყება, მოიცადე. რა? იწყება დღევანდელი ნახევარფინალური შეხვედრა, რომელსაც ერთმანეთს ხვდებიან, ჩვენ კაპიტნები ვართ თან და რომელსაც ერთმანეთს ხვდებიან არგენტინისა და გერმანიის ნაკრები გუნდები. ხო. და თან ბურთი თამაში შეყავს არგენტინის ნაკრებს. წავეშეტევა გერმანიის ნაკრებისა და 1-0 არის გაიხსნა გარეში. გერმანიის ნაკრები იმარჯვებს ამ შეხვედრაში. საკმაოდ მოულოდნელი და სტრაფი გოლი გავიდა დღევანდელ ჩვენ შეხვედრაში. ბურთი გადადის. ეხლა მეორე ბურთი. ბურთის გამოცვლა საჭირო. პირველი ტაიმი მორჩეს რა, დასწრება ჭირდება. დავიხარ. ჯერ რანაირად ეხლა. დავიხარ, დასწრება ჭირდება. ნუ ეკამარი. საჯისმე ვარ ხوار და შენ შემოყავს ბურთი თამაში რა გინდა. დავიღალე რა, მაშინ შემცვალე ზამენაში გამიში. მიდი, არგენტინელები ბურთით, ტევესი, გადააწოდა რიკელმეს. აქედან აიმარი. დარტყმა საჭირო. აიმე მოწოდების სიმაღლეზეა ისევ ლემანი. ლემანს ეხავს ბურთი თამაში, მაგრამ უხეში შეცდომა და ისევ ლემანი. მოდი. არა. არის 2-0 გერმანიის ნაკრების სასარგებლოდ. ალბათ საკუთარი კედლები აიმე 2-1. ვერტო ჩემო რატომში მიმდინარეობს მატჩი. ესე გასცეთ სენსაციური შედეგი დამთავრდა დღევანდელი ჩვენი მატჩი. რა შედეგს გაკეთეთ, რა კომენტარს გაკეთებდით თამაშთან დაკავშირებით და გამართლა თუ არა თქვენი პროგნოზი და იყო თუ არა ეს თამაში რომელსაც თქვენ ელოდით. გისმენთ? მინდა აღვნიშნო დავით აფოჩემს კოლეგას, რომელმაც აღნიშნა რომ საკმაოდ საინტერესო მატჩი იყო, რასაც ჩვენ დღეს ვადევნებდით თვალყურს და იმედია რომ ნახევარფინალში იგივენაირად გამოიჩენს თავს არგენტინის ნაკრები და განსაკუთრებით ვინ იყავი? მის კრესპო თუ ვინ იყავი? ხო, მის კრესპო, რომელმაც საკმაოდ კარგი მომზადება გვაჩვენა და კაი ესე ხარისხი თამაში და კლასი და ნახოთ ველით საუკეთესო მატჩებს ჩვენს ახზე. მაგრამ აი როგორი იყო, ხედა არის. ვიცაული ხარ კომენტატორად ერთ პრესტიჟულ არხზე, ესე იგი მის კრესპო შემდეგ კითხვით გადმოვიდე მინდა თქვენ და როგორ შეაფასებთ ქალბატონი კრესპოს? ალო, კარგი, არ მეს უკაცრავ. როგორ რამდა გაყრუა, როგორ შეაფასებდით მის კრესპოს თამაშს ამ იმაში? მით სტადიონზე და აქ ესეთი გულშემატკივრების ეს ხო არ მეს მის კარგად, დიახ. დიახ, გესმენთ? როგორ შეაფასებდით მის კრესპოს
თამაში და რა კომენტარს აკეთებს იგი თამაშის შემდეგ. ესე იგი თვითონ აღელებულია იმდენად რომ მეოთხე კამერა. იმდენად აღელებული იყო რომ ჩვენ ძვლის მოვახერხეთ, გესმით ჩემი ირაკლი, გესმით? გესმის დიახ. იმდენად აღელებული იყო რომ მან ვერ მოახერხა კომენტარის გაკეთება, მაგრამ გამომატყოლებდნენ შანსა ძალიან კმაყოფილია მისი თამაშით. ხო. ეს იყო ჩვენი პირდაპირ ჩართვა, რა ქვია, ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონი და სადაც ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონი საიდანაც მიმდინარეობს, სადაც მიმდინარეობდა მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალური მატჩი არგენტინასა და გერმანიის შორის და რომელიც არგენტინის გამარჯვებით დამთავრდა და ერთი ნახევარფინალი გუნდები ასე გადანაწილდნენ იტალია, არგენტინა, მეორე ნახევარფინალში კი საქართველო და სომხეთი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ალბათ ორივე უაღრესად საინტერესო ფინალი იქნება. უკაცრავად ჩაგეჭირეთ, მინდა აღვნიშნო რომ გაუმართლა ამ შემთხვევაში საქართველოს ნაკრებს, რახან ვინაიდან ხდება რეიტინგს და არ ხდება იგი. არა, მაგას ვერ ვიტყვი. სომხეთის ნაკრებმა შესარჩევ ციკლში ძალიან ისეთი შტამბეჭდავი თამაში ანახა და მან დაამტკიცა ნახევარფინალში გასვლით რო ის არ არის ხელწამული. რა თქმა უნდა, ჩვენ მაგას ვერ დაუვკარგავთ ღვაწლს ნამდვილად სომხეთის ნაკრებს, იგი საკმაოდ ძლიერია, მაგრამ რა თქმა უნდა, ისეც უნდა აღვნიშნოთ, რომ იტალიის გერმანიის ნაკრებთან შორის რეიტინგად დაბლად დგას. არა, ნუ რეიტინგი დაბლა კი დგას, მაგრამ აი ხა ნახევარფინალია მსოფლიო ჩემპიონატი. საქართველოში ტარდება ეს მსოფლიო ჩემპიონატი, მაგრამ ვერაფერი გეტკინო. ესე იგი ამ ლიტვა დამღუპა და დამაქცია 18 კი დღეს უნდა წავსულიყავი ჩემი მეგობრის დაბადების დღეს. მერე? სად მივდივარ? პრավაზე ვერ მივდივარ. დაბადების დღეზე ვერ მივდივარ. გამოვალ საღამოს გამოთანაღრებული იქნება საღამომდე ხა ვინმე როგორ არ მოგვისწრებს მაგის დედავატი ჰა არა ასე როგორ არა გათანაღრებულები იმენ მოგისწრებენ შენ არ ინერვიულო მაგაზე რამდენი საქმე გამიფუშდა ხედავ მე გეტყვიან ესე კიდე ჰა თანა გიგრძნობ რასთან შენ საქმე არ ქონდა არაფერი მე ჩემახულობთან მივდიოდი თხილით არა მე თუ ცხოვრებაში ლიფტში შევიდე საქართველოში ანუ იტყვი მაგას, ნუ იტყვი, კიდე შეხო. არა, მე 16 საფრთხეზე რო ხარ აზაზრელი ფეკი. დედი, პურზე ჩაირბინე რა, დილას მე 16 რო გაიღე, თვალ რო გა. მე 16 საფრთხეზე ხარ, ისე შენ. არა, ისე არა, საერთოდ. საერთოდ. და დედი უცებ პურზე ჩაირბინე რა და შუქი რო არ არის რა, ვარია ტიკ 16 საფრთხეზე ჩაირბინე და ამოერბინე და რო აღარც პური გინდა მერე. აღარც ჭამა გინდა, აღარც დედა გინდა, არაფერი აღარ გინდა. ხო, ძალიან მეტია. მაგარი საცოდაობა. ძალიან ზედმეტია რა. ძალიან ზედმეტია თქო რა მე 16 სართული. თულია ფეხით. ეს საქართველოშია მე 16. ფეხით ვიძახი, ფეხით. სხვა ქვეყნებში ხო არის მე 100 სართულზე, აუ რა, როგორ მე 100 ვიცი მაღალი სართულები, მაგრამ არა, ხო შიში სიმაღლის. სიმაღლის შიში მაქვს მაგარი, მაგრამ როგორ იცი, მინდა რომ ვიხედები არა მაქვს. აი საკმარისია, ერთხელ გადმოვიხედე მე 16 სართულის სახურავიდან. მე და ჩემს ბაგაცი რაღაც ანტენას ვაკეთებდი თუ რა არ ვიცი, კაროჩე რა ვიყავით ასულები და. ხო. ესე ახლოს მივედი და გადავიღე აი იცი როგორ მეშინია, აი მაგრა მეშინია რა. აი დახურული ვიდა რომ ვიხედები არა, მაგრამ აი თუ ღია, ნუ იქ უკვე ელეთმელეთი მემართება მაგრა მეშინია და აუ ამა ხელი მკრა როგორ პონჩი, ისე შეშინების პონჩი. ვაიმე. ეს აკანკალებული ჩამოვედი. აბა რა, ეგეთ ხუმრობები არ მევა. შეიძლება გული გაგისკდეს იქ ეკრევა. ხო, მაგასა რაც გადავადი, არც ვერ დაგამართეს, მაგრამ იმდენად ის მასკა შოკი მიიღო ამის გარო, ასეთი ხუმრობა არ შეიძლება, თუნდაც სხვაში რომ რაღაც აღჩომა ნუ არა. ცურვა იცი? ცურვა ვიცი როგორ იცი? ბასეინში გავცურა, ზღვაში ვერა. ბასეინში ვერა? ბასეინში გავცურა, ზღვაში ვერა. რა განსხვავება? აუ არის. იმაში უფრო ადვილია ზღვაში როგორც სურვა. ტალღა ხო არის რაღაცა ხო არის დინება და პირიქით რო გამოწვა. გამოყოფიზე არა, ის უფრო გიადვილებს სურვას იმაში. გადა ბასეინში უნდა იტორტმა რომ დაიმასკნა. არა რაღაც ხანე. იქ შეიძლება მოეშვა. არა ბასეინში არ ცურავ თავისუფლად. აუ ზღვა რა მაგარია, ეხა ზღვაში ჩამაგდო, ზღვაში კი რაღაც დაფარივში მაგარია. კაკად ცურავ. შენი რა, ეხა პროფესიონალი ვარ მეთქი არა. შენ რა ცურავ. არ იკლები გამოსვლა. ერთი ბატერფლაი არ გამომდის თორე დანარჩენი. აუ ერთხელ დამემართა მაგარი ტალღები 10 დღე ვიყავით თუ 11 დღე ქობულეთში რა და ბიჭო ერთხელ ვიბანავეთ სულ იქ ხო იცი ერთი თუ გაწვიმდა всё კაროჩე ჩამოიღებს საზდადედა ტირელასთან როა იმიტომ თასთან და იმე დიდი ნალაკი ქობულეთში ვიყავით ბათუმში ქობულეთში ადვილად დილით რო წიფცხობა საღამო არა ერთი 3 წლის წინ იყო თუ რომ მოაღო პირი ამის დედავატი რა აღარ გაჩერდა და ერთხელ ვიყავით ზღვაზე გასული ერთი დღე იმ დღეს გავით ორჯერ სამჯერ აი ეს ერთი დღე იყო რაღაცა რა
წყალი და ვერ შეხვიდოდ აღელვებული და ერთი ამბავი ნაგავი ტალახი და ბოლოს წინახე იყო რა და მაგრამ მინდოდა ბალაობა ზღვაში რო ჩახვალ და ზაგრის გარეშე რო ჩამოყვან და რო არ გიბანაგე ზღვაში მაგარი ეხავდა ბანა მე კი შევალთქო და მე და ერთ ჩემი ორი ძმაკაცი ისე ნამხელები არიან იცი მაღლებიც არიან და დედების დაროვენ და ღელვა იყო დიდი ღელვა იყო ღელვა არ ქვია მას თან წვიმდა მაგრად რა ბულვარზე იდგა აი ესე წყალი ბულვარ თუ ქობულეთში იყავი ბულვარზე რანერად იყავი ვერ გავიგე ბათუმში იყავეს არა ქობულეთში ბულვარი კაცო არის ბულვარი ბაქობულეთს არა და იმით გითხრა არა ბულვარი ზღვისპირი კაზი აი ამ ხელა წყალი გავარჩე შევედით რა მაგარი ტალღები რაღაცა და თან მაგ დროს არის ზღვა რო ხევავს არის მაგარი თბილი რა წვიმაშია კიდე ძალიან მაგარი გაგვისო ხა წვიმაში თან წვიმდა თან ის იყო რა ქვია ну ერთი ნახევარი საათი ვიტორტმანე შიგნით საკაიფოდა ეს ერთი წავიდა მაგრა შოულს რაც რომ შინში იქ აღარ ღელავს უკვე ეს ნაპირზე ღელავს და ბიჭო გავიხედე გვერდზე და აგდია შპრიცი ვიღაცა იმის კაროჩე აქეთ და იქით გავიმასუქნია და გადაუგდია თავღია იმენა ზღვაში აოე და დავინახე და ესე მომედო მეორე მხრიდან კიდე კაი აუ შაშიშია და რომ უსვი ხელი დედასპიცა ვარ აი ეს გადავჭერი ერთი სანაპირო აი ესე გადმოვწურე მაგრა შემეშინდა რა და მე ვიყურებოდი ხوار ხوار მიჩხვილ რაღაცა იმას გადაურჩი მაგრამ მაგრა დავიღალე რა ეს უცებროდ გამოსვლა მინდა და როგორი ღელვა იცი ხო შანსი არ არის იქიდან გამოხვიდე და ერთი 20 წუთი ვიწვალე აი ეს 20 წუთი მომეჩვენა 3 დღედი დედასპიცა ვარ რა პოზა მივიღე მაგარი მეტი არ აღშარებო აი ეს სიამოვნების თავდაპირველობა ხო მთელი ჩემი იცი რატო სისხლი არის თანაბრად მოძრაო მთელი დღე რო დგახარ ეს სისხლი მიდის ფეხებში მე რო ფეხებს რატო არ აწიო ფეხები რა აი რო გძინავს და ცოტა ფეხები რაწიო ბალენსი კაია რა ხედავ რაღაცაში მაინც გავუმატა გაგაჭედვა სისხლის მოქცევა გავიმჯობე ხო მაგარი მაგარი შარაფი გავმაზე პრავავე აროჩე რა მის მოიცადე ნუ ნერვიულობ წახო მოვლენ ეხლა მოვლენ კარენა და რუზენა ისინი მაგარი აი შენი თუ ჩამოვლენ მაგარ პონჩია კატიჟენი თვალები და ო რა გაგაწევხართ იყავით მათ და ჯაკეტავე წავლენ ალო გამარჯობათ პატრულია ხო ისა მე დააგერ ერთი გოგოა მშვენიერი ანგელოზივით ლელა ვართ იმაზე რა ქუჩაზე ვართ გაჭედ მე ებიჯო მაცა რა X რა X-ის ქუჩა X-ის ქუჩა 23 23 ხო ბაბათ ნუ Y-ი არა X-ის ქუჩა 23 Y-ის პარალელური ქუჩაა კაცო ყვეთავს ო Y-ის პერპენდიკულარული ქუჩა Y-ის X-ი ხო მერე სად ხო 23-ში ვარ გაჭედილი მე რომელ სადარბაზოა მეოთხე სადარბაზოში ვარ გაჭედილი რომელიღაცა იმაში სართულზე არ ვიცი ლიფტში ვარ გაჭედილები ხო ქართ შობიარობა ეწყება ორსულად არის მოებიჭო მოგგვიშველეთ რამე მოგიწას მაგას ნუ იცი ლიფტი არებს ქორწილი აქვს მაღლა ჩვენთვის არ ცალია ჩვენი შეუგებლობა ალბათ გამომდინარეობდა ორივესგან ალბათ აქ ხა ან ჩემი დადაშაულება ან იმის დადანაშაულება არ ვიცი ჩემგან არ იქნება მართებული ჩემი გადმოსახედიდან ორივე ვიყავით თავიდან რაღაცა ისეთ გაუცხოების მომენტი ქონდა ერთმანეთის მიმართ მაგრამ შემდეგ უკვე ერთმანეთს შეუწყოთ ხელი და ასე ვთქვათ ადაპტაცია გავიარეთ ირაკლი იყო უფრო გახსნილი ადამიანი უფრო კარგად შევედი მასთან ურთიერთობაში რა თქმა უნდა ბევრად განსხვავდება იგი ჩემგან როგორც პიროვნება მაგრამ უფრო ბევრი რამე მქონდა საერთო ნუ შანსები როგორც ჩემი გადმოსახედიდან შანსები გვაქვს ორივეს თანაბარი ეხლა ფიქრობ მაქვს უფრო 50-50 თანაბარი შანსები გვაქვს მე და ირაკლის